გამარჯობა ხალხო. ჩვენ პროექტი მოხდა იყო ექსპერტა რობოტი ექსაპორტიანო როგორც ხედავთ და თავიდან მოგარკვევთ რატო აუჩეთ ეს პროექტი და რა განსხვავებს მაგალითად ექსაპორტს რატო აუჩეთ ექსპერტა რობოტი და არა დავუშვათ 4 ხან სხვა და თავარი ამის უპირატესობა ზოგადად იყო რომ მას შეუძლია სამფერხზე დადგეს დანარჩენ სამფერხით გადაადგეს ან ბევრად სტაბილური არის ვიდრე 4 ხარ რობოტი და შესაბამისად შეუძლია იაროს ეგრე რომ ანუ ეს ფერხი აწიოს განხეთქილებით და ის ორი ფერხი აწიოს და ესე გადაადგეს და ბევრად სტაბილური არის მოკლედ და ეს იყო და თან ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი და თან თითო ფერხს ეხლა ჩვენთან აქვს სამწელს სერვან ჯამში დავწერთ 18 სერვას გამოყენება რაც ჩვენთვის ანუ გვინდა და რომ 18 სერვას მართვა 18 სერვა გვემართა და უფრო რთულია შესაბამისად ამათ მართვა ვიდრე უფრო ცოტა ხშირი ხანდა რა და მოდი ახლა ვაპარაკებ როგორ ავუჩიეთ ნაწილები ზოგადად და ვისაც ამას კონსტრუქტორი პროექტი მაგასაც განსაკუთრებით როგორ დაიჭერთ ნაწილები და რამოდენად მოგიგვიყვეთ პირველი ყველაზე თავი ნაწილი რაც ჩვენ პროექტში არის სერვოები და სერვოები ძირითადად არის ხოლმე PWM-ით იმართება ალგორითმის სერვერებს ხალხურისინათ PWM-ით მაგრამ ჩვენ გვაქვს სხვადასხვა სერვერები და ამას ახსნი რატო გავაკეთეთ ეს ნუ თან ნაკლი არის ჩვენ პროექტის იმიტომ რომ ანუ ეს სერვერი საქართველოში არის შოუება და როცა გადაგვეწევათ ამ პრობლემები შეგვექნა მაგრამ თან ბევრად გაგვიმატება საქმე იმიტომ რომ ეს სერვერი შეგვიძლია ერთმანეთში გადავაერთოთ და ერთი სიგნალით მართოთ ყველა სერვერი 18 ბასია შეგნით უერთა პროტოკოლით იმართება და მოკლედ აი ამ სამი კაბელი რაც წეროთ რა ჩედის ერთი არის ძალვა მეორე არის გრაუნდი და მესამე არის სიგნალი და ერთი სიგნალი შეგვიძლია ყველა სერვერს თავისი ID შეგვიძლია მივანიჭოთ და ერთი სიგნალი შეგვიძლია ყველა სერვერს მართოთ 18 და რახან 18 სერვერი იყო პირველი სერვერი იყო გავუწყოთ რომ ეს სერვერი გამოვიყენებინა რაღაც როგორც იცით ბევრი პრობლემა შექმნა იმიტომ რომ დაგვეწყო ბოლოსკენ უკვე ერთი კვირის წინ დაახლოებით და ძლივს ვიშოვეთ აქ მოვიწერა რომ სხვა პროექტიდან მოგვეცრო აი ახლა მიკროკონტროლერი რაც გამოვიყენეთ იყო ESP32 იმიტომ რომ უერთა პროტოკოლი ამ შორეულად აქვს და საკმაოდ სწრაფი კონტროლი ჩვენი აპლიკაციისთვის და შეიძლება რომ კარგად ემართა ეხლა ბატარეები ჩვეულებრივ ლითიუმის ბატარეებია 3 ვოლტიანი არის ცალი მაგრამ ჩვენ სერვერს პირდაპირ ამხელია 4 ვოლტი ნუ 7-დან 8 ვოლტამდე იმართება ეს სერვერები და ბატარეები უბრალოდ 8 წელი ერთმანეთზე ანუ ორი მინდორები და პარალელურად ჩავაერთეთ რომ long lasting ყოფილიყო ბატარეები დიდხანს გაიზრდა და მე მივერთეთ BMS როგორც აღმოჩნდა შემომგვიჭრა რა მივერთეთ არასწორად თავიდან ანუ აი აქ რასაც ხედავთ ახლა თქვენ შუაში როგორ კაბელი არის ბატარეიდან მიერთებული ეგ მაგასაც რა ანუ აი სულ აქეთან მარცხენა რაც არის ქვედა კაბელი ეგ არის შუაში ან ბატარეის შუაში უნდა მიერთო და ის წინაური უნდა მიერთო წინაური ყოფილა აუთპუტი და ჩვენ ვიგონა რა იქნება ინპუტი ასევე იმიტომ რომ ანუ რა აი სიოგე ეგრე ხოლმე ძირითადად რომ აქეთა ინპუტი და იქ აუთპუტია თურმე ის იყო ინპუტი ისე და სხვა შეიძლება იმუშავა ანუ სამთო მუშაობდა შორეულებრივად და რას ქვია იმუშავა ბოლო აი ორი კვირის წინ დაახლოებით აღარ იმუშავა მე რაღაც მომენტში და მოგიწევა გამოგვეცვალა და ეხლა უფრო სუსტ ანუ ამ 4 ტრანზისტორი და 20 ამპერიანი BMS-ია დიდ სიმბოლოს ატარებს ანუ დიდ ტემპს მოსამშავლია და ეხლა ჩავაერთეთ უფრო სუსტი შედარებით მაგრამ მაინც მუშაობს და ეგ იყო ხო ერთ პრობლემა ვიდრე ჩინურად გადავთარგმნეთ ხოლმე რაც იწერება აი CS ინფუტი და აუთპუტი ხო, ეხლა თვითონ სტრუქტურაში შევეხოთ. როგორ
დავდიზაინებ. თენგომ ქნა უმეტესი ნაწილი აქ. უმეტესი კი არა, რა თითქმის მთლიანი სტრუქტურა თენგოს დაზაინებულია. მოკლედ ფეხები, სამი პრინტერით დავუკიდეთ უბრალოდ ფეხები. მე ეს მეტალის შეერთებები რაც არის, ეგ თვითონ სერვერს მოყვება და მაგით მივამაგრეთ და ეგ იყო ფეხების ნაწილი. ეხლა ტანი თვითონ აი შუაში რასაც ხედავთ. ეგ არის ეს ჩვეულებრივი ორი დისკაში არის, ეს გამოვჭერთ ხეზე და მე უკვე დავიწყეთ აი თავიდან პირველი ნაწილი რაც იყო ეს სტრუქტურის ასწავლება ჩვენ პროექტში. და მე ეს ავაწყეთ CNC-ს გამოვჭერით და აი პირველი ვერსია ეს იყო რა. ერთი ფერი სხვა ფერი რატო არ შეიძლება იკითხოთ, მაგრამ იმიტომ რომ სამი პრინტერს ფილამენტი აქვს შავი, სხვა ფერს აქვს გაიგე. ხო და ეს ხო პირველი ვერსია რა და იქან ხეთ შედარებით ხელი იყო, იმიტომ რომ მასალა არ ქონა. და შესაბამისად უფრო პრეკატი იყო და არ იყო მყარი სტრუქტურა. და ამით დავიწყეთ მე ტესტირება და ამაზე შევაერთეთ მე ყველაფერი, ყველა კაბელი. და პირველი ვერსია იყო ეს რა. აი ეს რასაც ხედავთ და როგორც ხარ ძალიან ბევრი კაბელი ერთმანეთს შეხვდათ და ძალიან სულ გამოიყურება. და ეგ პრობლემა იყო, იმიტომ რომ ანუ ეს შეგვიძლია დავაკრათ და დავაკართ კიდევაც, მაგრამ კაბელები ძრებოდა, ანუ მოძრაობის ეს კაბელები ძრებოდა, ანუ ის მწვანე და არც ეგ აი რაღაცა არის რა. კაბელებს არ იყო ხარისხიანი, მაგრამ თავიდან გადასვლისას მაგდა შეგვიძლია ბევრი პრობლემა, რომ უბრალოდ კაბელები ძრებოდა შუა მოძრაობისას და იჩებოდა სერვერები. ეს სერვერების კაბელებია რა, აქაც ბატარეის კონტროლს. ხოდა მაგის გამო გავწყვეტ, რომ ისეთი გამოგვეწერა, რომელშიც მე ჩავაერთდით ამ ყველაფერს. და ეს იყო ჩემი პირველი სწავლება PCB დიზაინის. და რაღაც შესაძლოა დავუშვი, მაგრამ საბოლოოდ ისე მოხდა, რომ მაინც ავამუშავე. და ეს არის რაც დავდიზაინეთ, ანუ წრედი არ არის არაფერი. ESP არის აქ, ყველა სერვერისთვის ალფა-ტე ინპუტები. ასევე ფეხებში დამოვიწყავ თქო. ფეხებში გვაქვს მექანიზმი, რომელიც ამ ფიქსაპოს საშუალებას აძლევს, რომ გაიგოს ფეხი აქვს თუ არა ძირს, ანუ დგას თუ არა. და მაგის ჭირდება სვიჩები, ანუ როცა ფეხს დაგავს, სვიჩი ეჭირება. და მაგითი იგებს, რომ დაგმონა ესეთი სვიჩი თუ დაეჭირა, ესე იგი ფეხი დაგმონა. და აი მაგ სვიჩებისთვის არის აქ კაბელები. სერვერებისთვის არის ეს სამიანები, რაც ყველა სერვერებს არის და ორიანები არის სვიჩერს. ხო და ESP32 რა თქმა უნდა, მიკროკონტროლერი და ორი რესტარი გვაქვს. ეს გავაკეთეთ უბრალოდ ეს ორი რესტარი რაც აქ ჩვეულებრივი წარსულში გამყოფი და ეს გავაკეთეთ იმისთვის, რომ ეს აპლიკაციით იმათ ამხლიანებოთ. და ეს იმისთვის გავაკეთეთ, რომ ბატარეის პროცენტი დაეწერა აპლიკაციას. ეს წამსვლა. და ასევე შუაში გიროსკოპი. ჩაერთებული. ეს აპლიკაციაზე რო ვილაპარაკობ ცოტა. აპლიკაცია ესე გამოიყურება. წინ შეუძლება ხო უკან, მასშტაბად მოხდება. დაგომა, დაწოლა, ცეკვა, რომელსაც განახებთ თემაში. ყველაფერი განახებთ იდეაში ახლა. და ეხლა ხო გეითებს არ მოვაპარაკია მოძრაობის და ნაგებობა. ესე იგი ამ ფიქსაპოს ზოგადად როგორც შეუძლია მოძრაობა, ბევრი ვერსია არის, მაგრამ გეითებს. და ერთ-ერთი არის triple gate, მეორე არის web gate. Triple gate არის ის რისთვისაც იყენებენ ამ ფიქსაპოს ყოველშიაც triple gate-ს მართავენ, იმიტომ რომ აი რაც თავიდან ახსენე რა, ანუ სამი ფეხი როცა არის ჰაერში და სამი ფეხი როცა მოძრაობს. მეორე დანარჩენი სამი ფეხი როცა მოძრაობს და სამი ფეხი როცა კონტას, ეგ არის triple gate. და მეორე არის web gate, რომელიც თითო ფეხით ბევრად ნელი არის. თითო ფეხით გადაადგილდება წინ. ეს web gate არის ბევრად ნელი და triple gate არის ბევრად კარგი და სწორედ ამიტომ triple gates იყენებენ ხოლმე უფრო აქტიურად. და ხო რავი, აპლიკაცია Wi-Fi თუ კავშირდება ESP32-ს და ეგრე შეგვიძლია გადავიდეთ თემას.
მოიცა? კაუზი. Niech ma co będzie. A ty jest. Hej, to koniec. Jeszcze Dawid. Jest tak, że wiecie, że to są uwielbione takie pieniądze. Ra? შეიძლება. ეგის კანკალებს. ეგ software-ის ის არის, რა ქვია. პრობლემა. ამ ბოლოს დაიწყო, ბოლო დღეს დაიწყო. ანუ ჯითერი აქვს სერვოებს, ხო? ბოლო დღეს დაიწყო ყველაფერი. ეგ მარტივი პროსტა ფილტრით გვარდება ეგრევე. უკანაც მიდის. პროგრამა. წინ ლაზერი რისთვის აქვს? ლაზერი არა. იმიტომ რომ მაგარია. დიზაინისთვის ვეში კაი იქნება. ხო. ეხა, როგორ დავაწყობ? აკეთე ცოტა რა. მოიცა? კაი, მოდი ახლა შეკოდი გადავიდე. ბიჭო ეს დღეს წავიყვანოთ დასაწყისად. რობოტი. ეგ იყოს. აი ეს ეკოს. ო. ეხა იმედი არ პედა გამოწრა მაგედა. აი თუ ვედა პირობეცა. ხო არა. თავი მაგერტეცა. გამოწრა რაღაც ამბობს. სპერია თუ ბოლია. რა? რაღაცა ლაზერით ბოლივეთი ანტოელი. სუნიც არ ვერბენ ბოლივი. დაიწვა. კაია, დემოსთვის გე. აი, დემოს. უეჭველი დაიწვა, ხო? მაგრამ რა დაიწვა? რა? ლაზერის მხარეს იყო ბოლივი. ლაზერმა შეიძლება. შეიძლება. ლაზერს ჩავერტებ, მაგრამ ლაზერს გაურის კოჩობდა. ჩარტე რა. ო, აი ლაზერი აღარ იქნება. რაღაც რო დავარდა სადღაც. ის თავი ძვრება თუ და ისა არის ბოლტებრა მოხსნა. ო, ცეკვა. ძალიან ერთია. ო, ძალიან ერთია. ხეხი გადაუბრუნდა. აი, მოკლედ, ვიდეოს განსხვავებას მე კაი არა მახამდენო. არა, ჩადეთ ეგ უკვე, ანუ ლაფში გავაკეთებდი, მაგრამ ეხლა რა თქმა უნდა პროექტის გასწავლება უნდა წავიდეს. უკვე კაია. ხო, ანუ საბოლოოდ ანუ რაც დაგეგმილი მქონდა და ყველას მინდა რომ ვისაც ვინ ჯუნიორ პროექტს აკეთებს წელს რაღაც ჩავგვიდრო ვიტრა ჩემი გამოსალებია ისწავლა. მოკლედ ანუ ნაწილები რა, ბევრი ნაწილი არ შეუძლია საქართველოში. უმეტესობა. და შეიძლება ბატონს არ მოეწონს ხარისხები, მაგრამ უფრო მეტი გამოწერეთ ნაწილები, ვიდრე გონიათ რომ გჭირდებათ, იმიტომ რომ რაღაცა მოიჭრას დაგეწოთ. და კიდევ ერთი შევაწურეთ მაქსიმალურად. შემიძლია მოგცეთ რა დავაწყოთ. ხო, ანუ ჯუნიორ აი, მე ვაჩვენებ ნეგატივი. და ხო, PCB დიზაინზე უნდა მოვაფარდე. ხო, PCB-ში ახლა რა პრობლემები იყო? ხო, ეგ მაქსიმალურად გამოვსდა რა. PCB-ში იყო შემდეგი პრობლემები, რომ ამ სერვერს მიაქვს, ამ 18 სერვერს რო აგიღებული, ერთ სერვერს საშუალო მიაქვს 3 ამპერი. What? ან როცა მოძრაობს რა. საიდან მოგაქვთ მაგდენი დენი ყოფნის ხო, WhatsApp ბატარეაში. ხო და მაგით რომ PCB როცა დავადიზაინე, ეგ არ გამოფასებია რა, იმიტომ რომ არ ვიცოდი. და პირველ PCB დაგვეწვა ამის გამო, ან ზოგადად PCB რო ჩამოდის, 5 წელი ჩამოდის, ერთ წელს ვერ გამოიწერა კიდე კაი. და ერთ პირველ დაგვეწვა მაგის გამო, მაგრამ მეორე
მეორე ამუშავეთ, იმიტომ რომ ის იყო ანუ ის კაბელები სადაც ძაბონი დიოდა და დიდდენი გადიოდა, ეგენი ანუ გადავაერთე დაუჩილა პირდაპირ PC-ზე რა, კაბელები გადავაერთე და მაგის გამო PC-ში არ გადიოდა და იმ კაბელებში გადიოდა. ტრეისები დაგეწვათ ბაზე? ტრეისები დაიწვა, იმიტომ რომ გასწავლა რა. რა მაგარი. ხო და PC-ი დიზაინში მოკლედ გაიფარცხეთ, რომ დიდდენი თუ გჭირდებათ, მე წავიკითხე რომ სპილენძი უნდა ჩაასხმევინო მთელ ლეიერზე, ან უნდა გაასხელო კიდე ის ტრეისები და ბევრი ტექნიკა არის მოკლედ და ეგ ვისწავლე. ამის მე არ შემიძლია ეგეთი რაღაც. და სულ ეს იყო რაღაცა დაიწყო, მაგრამ მე გავასწავლე. და